الرجيم بسم الله الرحمن الرحيم الحمد لله رب العالمين والصلاة والسلام على رسولنا محمد وعلى آله وصحبه أجمعين رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي وأفوض أمري إلى الله إن الله على كل شيء قدير وإن الله على كل شيء بصير ربي يسر ولا تعسر ربي تمن بالخير بسم الله الرحمن الرحيم إنما المؤمنون الذين إذا ذكر الله وجلت قلوبهم وإذا تليت عليهم آياته زادتهم إيمانا وعلى ربهم يتوكلون صدق الله العظيم მოგესალმებით ძვირფასო მუსლიმებო, ძვირფასო ჯემაღეთ. უზენაესმა ალლაჰმა, გამჩენილმა ღმერთმა ყველა ჩვენთაგანს ვიყაბულოს ამ ძვირფას თვალეში შესრულებული ყოველგვარი ღვთისმსახურება და ჩვენი ცხოვრების მანძილზე შესრულებული ყოველგვარი სიკეთეები მის წინაშე დამაზექრობით მიიღოს და ინშალლაჰ საიქიოში მის წინაშე პირნათელი მიგვიყვანოს რა შეგვარცვლოს. ძვირფასო ჯემაღეთ, ხაზრათი პეიღამბერი სოლლალლაჰუ ალეიჰი ვესალლემი ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს, რომ ადამიანებმა რომ მარხვის რამაზანის მთვარის მადლიანობის სიკეთის შესახებ იცოდნენ, თუ რაოდენ ძვირფასი მთვარეა ეს, მთელი წელიწადი მარხვას ისურვებდნენ, რამაზანი იყოს, რომ ისურვებდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, ვამბობთ, რომ ვიცით ძალიან ძვირფასია, მაგრამ ცოდნასა და შესრულებას დაჯერებას შორის სხვაობა არის. ვიცით ერთი აქვს წამს, მაგრამ რა დოზით ვიცით, რა დონით გვწამს და რა დონით ვემსახურებით, ეს კიდევ სულ სხვა არის. ხაზრათი პეიღამბერი სოლლალლაჰუ ალეიჰი ვესალლემი რამაზანის ბოლო 10 დღე რომ მოახლოვდებოდა, ბოლო 10 დღე, იტიყაფი ქვია ისლამში, იტიყაფი ნიშნავს განმარტოებას მეჩეთში. ანუ ადამიანი ამ ქვეყნეულ ყველა საქმიანობასაც დატოვებს, ოჯახს და მეჩეთში 10 დღით ცალკე განმარტოვდება. მისი საქმე არის მხოლოდ მეჩეთში ყოფნა, ჯამეში ყოფნა, ლოცვა, მარხვა, რას ზიქრი გაკეთება და ჯამეში ყოფნა. ახლა ჩვენ ეს გავაკეთებთ? არ გავაკეთებთ. ესე იგი იმას ნიშნავს, რომ პეიღამბრის ნათქვამის დონეზე ჩვენ არ გვწავს. ვერ ვაკეთებთ, ხომ ასეა? საჰაბები ამას აკეთებდნენ. ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ. ამიტომ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვიცით რაღაცა, ამ ცოდნას თუ თან ქმედება არ მოსდევს, არანაირი ეფექტი არ აქვს. იმიტომ რომ ხაზრათი პეიღამბრის სოლლალლაჰუ ალეიჰი ვესალლემის დროს საჰაბები ამენაზე საუბრობდნენ ყურანი რაც არის. ასევე ამენაზე საუბრობდნენ მუშრიკების, ებუ ლეჰები, ებუ ჯეჰილი, უთბე და უამრავი მუშრიკები, რომლებიც რომ ხაზრათი პეიღამბრის დაუძინებელი მტრები იყვნენ. მაგრამ მათ ვერ პოვეს გადარჩენა, მათ ვერ პოვეს ეს სიკეთე, რაც რომ თქვა დღეს ჩვენ გვაქვს. ჩვენ 1400 წლის შემდეგ დაბადებული ხალხი ვართ, მაგრამ პეიღამბრის დროში ნაყოფ მუშრიკებზე უკეთესი ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ეს გავითავისეთ, ჩვენ ეს ვირწმუნეთ, ჩვენ ამის გვწამს და ვემსახურებით. ის მიუხედავად იმისა, რომ მათ პეიღამბერი შუამავალი საკუთარი თავით და თვალით ნახეს, ესაუბრებოდნენ, მასთან ერთად დადიოდნენ, ცხოვრობდნენ, მათ ამ სიკეთისგან ნაასიბი, ანუ წილი ვერ მიიღეს. მათ ხელსაყრელი წავიდნენ, უფრო მეტიც დაზრალებული წავიდნენ, უფრო მეტიც თებეთის სურა ყურანში ალლაჰ თაალამ დაწერა ებუ ლეჰებზე, რომელიც ყიამეთამდე მუსლიმანების წევრია მას. ანუ წარმოიდგინეთ ყურანში საჰაბე როცა იხსენებოდა, რაოდენ გახარებული იყო ის, რომ ალლაჰ თაალამ ჩემზე აიათი გარდმოავლიდა ჩემ შესახებ. მაგრამ წარმოიდგინე ადამიანი, რომლის შესახებ არის გარდმოვლენილი თებეთის სურა, რომელიც გმობს მის ქმედებას და ამბობს, რომ ის სამუდამოდ ჯოჯოხეთში შევა. აი ასეთი ხალხიც იყვნენ.
კატეგორია ადამიანებისა ორი კატეგორია. ერთმა რომლებაც ისარგებლეს ამ ძვირფასი შუამავლების არსებობისა, მასთან მეგობრობიდან, მასთან მეზობლობისგან ისარგებლეს და ხალხი რომელმაც რომ თვალები დახუჭეს, სიმართლე არ დაინახეს და დაზარალებული აღმოჩნდნენ. ძვირფასო ჯემარა. დღესაც ასეა ჩვენთან. მაგალითად, ჩვენთან ადამიანები არიან კატეგორია, რომელიც რომ საკუთარ კარგ მეზობელს ვერ შეინარჩუნებს, ამ მეზობლისგან ვერ ისარგებლებს, ამ მეზობელს შესაფერისად ვერ მოეპყრობა, მაგრამ სხვა სოფლელი, სხვა რაიონელი უცხო ამ მეზობლისგან, ამ კარგ ადამიანისგან ისარგებლებს და სიკეთეს მიიღებს. ანუ ხალხი პეიღამბერის მექელება ვერ დააფასეს, საკუთარ გვარის წარმომადგენლება ვერ დააფასეს, მაგრამ ვინ ეპატრონნენ? მედინელებმა ეპატრონნენ. სხვა ქალაქის ხალხმა ეპატრონნენ. მათ ჩაიხუტეს გულში, მათ მიიპატიჟეს მასთან, მათ დაასახალეს სიკა, მის გაუყვეს საცხოვრებელი და აუშენეს მეჩეთი და ეს ძვირფასე მექკადან მედინაში მათ გადაიტანეს. დიახ ჯემაღეთ, ჩვენ თუ თვალს გავახეთ, ჩვენ თუ სიკეთეს დავინახავთ, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ნაბიჯზე სიკეთე ვპოვოთ და ეს სიკეთე არ დავკარგოთ. ამიტომ დღევანდელი სიკეთე რასაუბრობთ, ეს არის რამაზანის მთვარე, თავდება ჯემაღეთ, ბოლო დღეა ხვალ და ინშალლა ყველა ერთად ალლაჰის ნებით ბაირამს ვიბაირამებთ, როგორი ფორმით? ნაპატიები ფორმით, მიტევებული ფორმით, ცოდვებიდან გათავისუფლებული ფორმით ვიბაირამოთ ინშალლა. ერთით. წმინდა შუამავალი ალლაჰის რწოდა სალამი მას ბრძანებს, რომ ორი კატეგორია ადამიანი იქნეს დასჯილი, როგორ და მათ კერდით, გულით მიწაზე იხოხონო. რას ნიშნავს? მიწაზე იხოხონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ თან ამ ქვეყანაზე არ პოვონ სიკეთე, თან ახირეთში რომ გასასვლელობა იქნება, იქ გასჯის მოედანზე ყველა ადამიანი სხვა ფორმით მივა ჯემაღეთ. ზოგი სიბრილით მივა, ზოგი კერძზე ხოხვით მივა, როგორც ქვეწარმავლები. სხვადასხვა ფორმით დასწრება ფორმით მივა. ეს პეღამბერი დაასწრო, ამ ქვეწარმავალებით კერძზე ცხვირით იხოხოს და ისე მივიდეს იმან განსჯის დღეს იმ შეკრების გადასახადს მოედანზე. ვინ არის ეს ადამიანებიო? ეს ადამიანები არიან პირველი, ვისაც მშობელი მოესწრება, მშობელი დაუბერდება ოჯახში და ამ მშობლისგან სიკეთეს ვერ მიიღებს. შესაბამისად ვერ მოემსახურება, არ მოემსახურება და არ დაალოცვებს თავს. პირიქით, მშობელს დააწევრინებს თავს. ამ ადამიანმა ქვეწარმავალებით კერძით და ცხვირით იხოხოს და ისე იანოს აკასთან საიქიოში. მეორე ადამიანი ვინ არის? მეორე ადამიანი არის ის, ვისაც რამაზანი მოესწრება, ეს ვიფასი მთვარე, ხომ ძალიან ბევრს არ მოესწრა, ჩვენ მოგვესწრა და ამ რამაზანის მთვარეს შესაბამისად ვერ გამოიყენებს, არ მოემსახურება და თულა ჩაარონიებს აი ამ ადამიანმაც ქვეწარმავალებით კერძით მუცელზე და პირის სახით იხოხოსო ძანებს პეღამბერის სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ. ეს შუქები გაანთეთ მაგერებული? შუქები აანთეთ სამივე? მაგ ქვეწაც არის, ქვეწაც არის. დიახ ჯემაღეთ, ჩვენ ინშალლა გამჩნდება ღმერთმა ამ ნამაზი მთვარის ნასარგებლები უმეტიდან გვამყოფოს. ძვირფასო ჯემაღეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი მისია არის უმეტობა. ხათი პეღამბრის უმეტობა და უზენაესი ალლაჰის მსახურება. მონამსახურება არის. თუ ალლაჰ თაალა ჩვენ გვიყაბულებს მის მსახურებად ჩართვლის, მის მონამსახურება, ყული ნიშნავს მონას საერთოდ. ალლაჰის მონა ვარ, ჩვენ ადამიანის მონა არ ვარ. ამიტომ ჩვენ ვართ ალლაჰის მონამსახურები და თუ გვიკადრებს ალლაჰ თაალა ჩვენ ჩართვლის მონამსახურებად, ჩვენზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ იქნება. მაგრამ ჩვენ რომ ჩავთვალოს, ჩვენ რომ მიგვიღოს, ჩვენ რომ გვიყაბულოს, ჩვენ რომ მის წინაშე მიღებული ყულები ვიყოთ, ამისათვის რა არის საჭირო? ამისათვის საჭირო არის ის, რა თვისებებითაც უზენაესი ალლაჰი
ყურანში მუმინებს, ანუ მორწმუნეებს ახასიათებს. ალლაჰ თაალა ყურანში მუმინუნის სურაში ასეთ ელფალის სურაში ასეთ ზანს რომ ვინ არიან მუმინები. ბისმილლაჰირ რაჰმანირ რაჰიმ إنما المؤمنون الذين إذا ذكر الله وجلت قلوبهم وإذا تليت عليهم آياته زادتهم إيمانا وعلى ربهم يتوكلون. في قبل المؤمنين